მე ვარ კობა ჟღენტი და მე ვარ აპლიკაცია ბორბალოს დამფუძნებელი. ბორბალო არის აპლიკაცია მძღოლებისთვის, რომელიც ეხმარება მძღოლებს შეამოწმონ თავის ჯარიმები, გადაიხადონ დროულად და სხვა მანქანასთან დაკავშირებულ მომსახურებებს უმარტივებს. აპლიკაცია მძღოლებისთვის. კარგი. გამარჯობა, მე ვარ კობა, ბორბალოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ბორბალო ეხმარება მძღოლებს საქართველოში და მალე თურქეთსა და ესპანეთში ჯარიმების ეფექტურად მართვაში. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მძღოლებისთვის ხშირად გაურკვეველი იყო მათი ჯარიმების ვალდებულებები. რა უნდა გადაეხადათ, როგორ უნდა გადაეხადათ და რატომ უნდა გადაეხადათ. ჯარიმის გადახდის დაგვიანებას კი ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს. დამატებითი საურავი, სტრესი და ზოგჯერ სამართლებრივი ქმედებაც კი. ბორბალო ამ პრობლემას ჭრის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის ერთ სივრცეში შეგროვებით. მომხმარებელს აწვდის ჯარიმის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში, მარტივად და გასაგებად. ის ნათლად გიხსნით, როდის, რატომ და სად დაჯარიმდით. გაჩვენებთ ლოკაციას რუკაზე, საჯარიმო კამერების ჩანაწერს და გახსენებთ გადახდის საბოლოო ვადას. გეუბნებათ, რამდენი დღე დარჩა ჯარიმის გადახდამდე, ხოლო ზოგჯერ თუ შესაძლებელია გატყობინებთ, რომ კანონი არ გავალდებულებთ გადახდას. ასევე აპლიკაცია გიგზავნით შეხსენებებს, რომ არ დაგავიწყდეთ გადახდა. ჯარიმების გადახდის გარდა ბორბალო გთავაზობთ სხვა მომსახურებებსაც, როგორებიცაა ტექდათვალიერების შეხსენებები. ბორბალოს გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ზალის გამოყენებით შექმნილი საჯარიმო კამერების რადარი, რომელიც გაჩვენებთ საჯარიმო კამერების ადგილმდებარეობას და ხედვის არეს. აპლიკაციას ასევე აქვს საჯარიმო სადგომზე გადაყვანის წინ გაფრთხილების ფუნქცია. ის გიგზავნით შეტყობინებას თუ თქვენს მანქანას უპირებენ ევაკუირებას. ბორბალო რეალურ დროში გაჩვენებთ სხვადასხვა ქსელში არსებულ საწვავის ფასებს, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ყველა ამ ფუნქციით ჩვენ მოვიზიდეთ 200,000 მომხმარებელი საქართველოში. აქედან 70,000 ფასიანი გამომწერია. ფიზიკური პირების მომსახურების გარდა, ჩვენ გავფართოვდით ბიზნეს სერვისებშიც. ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ ავტოპარკის მართვის მომსახურებას, API ინტეგრაციებს, რეკლამირებას და პარტნიორობის გარკვეულ შესაძლებლობებს. ჩვენი ბიზნესის 2/3 შედგება გამომწერებისგან, მაგრამ მზარდი ნაწილი არის გადახდების საკომისიოები, სარეკლამო ბიზნეს სერვისები და პარტნიორული მარკეტინგ კამპანიები. მოდით ვისაუბროთ ბაზარზე. აქ სიცილაკები უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვოპერირებთ საქართველოში, სადაც ოფიციალურად რეგისტრირებულია 1,600,000 მანქანა. ჩვენ აქ საკმაოდ მალე დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი. როგორც ვთქვით, შემდეგი ორი ბაზარი, რომლისათვისებასაც ვგეგმავთ, არის თურქეთი და ესპანეთი. ჩვენ მივახციეთ რამდენიმე თავდაპირველ შეთანხმებას. მაგალითად, თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად შევხვდი. ხოლო ესპანეთში ჩვენ მივმართეთ ოფიციალური მოთხოვნით შესაბამის პასუხისმგებელ სააგენტოს. და მათგან ველოდებით პასუხს. ორივე ძალიან დიდი ბაზარია. და ამ სფეროში იქ მცირე კონკურენციაა. ამიტომ მინდა გთხოვოთ დაეხმაროთ ბორბალოს საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთასა და ადგილობრივი ბაზრის გაზრდაში. გმადლობთ. კარგი. გონი კითხვები შენ უნდა დაუსვა. მე მინახავს შეტყობინების სისტემა რომ მუშაობს აქ, საქართველოში. ამ სისტემასთან რაიმე კავშირი გაქვთ? ყველა ქვეყანას აქვს თავისი გაფრთხილების სისტემა. როდესაც ჯარიმდებით, SMS-ი იღებთ და შემდეგ შეგიძლიათ ბანკთან დააკავშიროთ. თან ეს ყველაფერი ჯარიმის ამოწერისთანავე ხდება, რაც ჩემი აზრით საოცრებაა. ყველა მოქალაქე იღებს გაფრთხილებას SMS-ის სახით და თქვენ მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებთ. დიახ. როგორც ხვდები, სახელმწიფოს API ღიაა და მასზეც ვდომა გაქვთ, ასეა? დიახ. რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმებს, თქვენ აპირებთ ჩაანაცვლოთ SMS შეტყობინება თქვენი აპლიკაციით? არა, აპლიკაცია ამას არ ანაცვლებს. მოქალაქეების ინფორმირება არის ხელისუფლების ვალდებულება, მაგრამ არის რამდენიმე სამთავრობო უწყება, საიდანაც მიიღებთ SMS მხოლოდ ერთხელ. ჯარიმა კი უნდა გადაიხადოთ 30 დღეში. და დიდი ალბათობაა, რომ შეიძლება დაგავიწყდეთ გადახდა. დიახ, გავიგე. ასევე თუ კი სხვა ქალაქში გადახვალთ, შეიძლება კვლავ დაჯარიმდეთ და ასე შემდეგ. ბანკებიც აკეთებენ რაღაც მსგავს, არა? დიახ. როდესაც ჩვენ გავუშვით აპლიკაცია, ბანკებს ჰქონდათ ფუნქცია, სადაც შეგეძლოთ ჯარიმის ნომრის ჩასმა და გადახდა. აპლიკაციის გაშვების შემდეგ, როცა დაინახეს ჩვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა, მოგბაძეს ზოგიერთ მახასიათებელში.
მაგრამ ეს არ არის იგივე. თქვენ თქვით, რომ 200,000 მომხმარებელმა უკვე ჩამოტვირთა თქვენი აპლიკაცია. დიახ, უკვე? ბორბალო უკვე 2 წელია ბაზარზეა. ზუსტად 2 წელი გახდა. კარგი. კი ბატონო. შტამბეჭდავი იყო, როცა 200,000 მომხმარებელი დავინახეთ, რომლიდანაც 70,000 გადამხდელია. ასია? ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს უფასო და ფასიანი გეგმები ბორბალოში. ფასიანი გეგმები არის 2 ლარიანი და 1 ლარიანი. თვეში დაახლოებით 80 ცენტი. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ უფასო გეგმისთვის თქვენ თავად უნდა შეხვიდეთ ვებსაიტზე და შეამოწმოთ ჯარიმა. თუმცა ბორბალოზე ეს გამარტივებულია, რადგან ყოველ ჯერზე ინფორმაციის შეყვანა არ გიწევთ. შეგიძლიათ გვანახოთ შემოსავალი რამდენი გაქვთ? რამდენია თქვენი შემოსავალი? არ არის სლაიდებზე. რატომ არა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 70,000 გამომწერი გყავთ. რამდენ სიხდიან? თვეში 80 ცენტს სიხდიან. თვეში. დიახ, ანუ სადღაც 50,000 ლარის შემოსავალი გაქვთ თვეში. ლარი არა, დოლარი. თვეში 2 ლარს იხდიან. ამიტომ ჩვენი შემოსავალი თვეში დაახლოებით 160,000 ლარს შეადგენს. თვეში და იზრდება? თვიდან თვემდე თუ იზრდება და რამდენით? დაახლოებით 20%-ით. და ეს სლაიდში არ ჩასვით? ერთი სლაიდი რომ ყოფილიყო, ეს უნდა ჩაგესვათ. ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი შემოსავალი, რაც ჩვენ აქ ვნახეთ ამ კონკურსის დროს. ასია. არ ვიცი, კრისმა უკეთ იცის, მაგრამ თავრობის API აქ საკმაოდ ღიაა. გასაოცარია, რომ აქ საქართველოში რეალურ დროში შეგიძლიათ ჯარიმის გადახდა. გულისხმობ იმას, რომ ესპანეთში ეს არ არის შესაძლებელი. ეს წარმოუდგენელია. ასევე აქვთ ფასდაკლება თუ გადაიხდით დაუყოვნებლივ. ან 1 კვირის განმავლობაში. ესპანეთსაც აქვს ფასდაკლებები. დიახ, მაგრამ არ გვაქვს რეალურ დროში ჯარიმის მიღების შესაძლებლობა. თან ესპანეთში მილიარდის ჯარიმები იწერება. თქვენ უცხოურ ბაზრებზე გინდათ გასვლა. დიახ. კარგი. ქართველები ძალიან ბევრ ჯარიმას იღებენ. დიახ. რეგისტრირებულია 1,600,000 მანქანა და ბევრი ჯარიმდება. ავტოფარეხების ფლოტის მართვა ხომ არ არის სამიზნე. 200,000 მომხმარებელი, რომელსაც ყავს მანქანა. ნებისმიერს, ვისაც ყავს ავტომანქანა, შეუძლია გადმოიწეროს აპლიკაცია. ქართველები ყოველ კვირა ჯარიმდებიან? ეს არის პრობლემა. ჩვენი მომხმარებლები საშუალოდ თვეში 1,5 ჯარიმას იღებენ. მართლა? დიახ, მაგარია. კარგი. მე არც კი მახსოვს ბოლოს როდის დავჯარიმდი, ან რაიმე მსგავსი მიმეღოს. საქართველოში თუ კი ჯარიმა დაგავიწყდება, გასამაგდება. საშუალოდ გადაიხდი 180 ლარს გაზრდილი ჯარიმისთვის. ბორბალო კი მხოლოდ 1 ლარი ღირს. ჩემს გაოცებას იწვევს ის, რომ საქართველოს აქვს ციფრული მმართველობის მოდელი, რაც ქვეყნების უმრავლესობას არ გააჩნია. ბევრ ქვეყანაში ამას ვერ გაიმეორებთ. არ ვიცი თურქეთთან დაკავშირებით, მაგრამ ესპანეთში ნამდვილად არ აქვს ეს API. და ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ რამდენად ღირებული იქნება აპლიკაცია, თუ ამ API-ზე არ გექნებათ წვდომა. პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ სხვა ქვეყნებს არ აქვთ მსგავსი სისტემები, მაგრამ მართლაც რთულია ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. პირველ რიგში, როცა დავიწყეთ ეს საქმიანობა, თავიდანვე 5 წლის წინ მქონდა ეს იდეა. საკმაოდ დრო დაგჭირდა, რომ თუნდაც აქ საქართველოში გაგვეშვა აპლიკაცია. უდაოდ, უცხოურ ბაზარზე შესვლა რთულია. ესე იგი 2 წელია ოპერირებთ. მოდი გადავიდეთ თქვენი შემოსავლის სექტორულ დიაგრამაზე. გამოდის, რომ ინფორმაციას პარკინგის შესახებ სხვისი მონაცემთა ბაზებიდან იღებთ. ასია? სახელმწიფო ბაზიდან. პირველ წყაროდან. ესე იგი მთელი საქართველოს მასშტაბით არის ინტეგრირებული. ამერიკაში პარკინგის სხვადასხვა სისტემები გვაქვს. იგივე ვითარებაა საქართველოშიც. სხვადასხვა ქალაქს სხვადასხვა სააგენტო მართავს. ამერიკაში ერთ ქალაქს სხვა სისტემა აქვს, მეორე სხვა. ანუ თითოეული ქალაქის დატა ცენტრს უნდა დაუერთდეთ. ასეც არის მიღებულია კომპანიებისთვის. თქვენი შემოსავლის 16%. რაზე წასდება ეს საკომისიო? ჯარიმის გადახდიდან მიღებული საკომისიო. თქვენ იღებთ წილს. დიახ. სერვისის საკომისიოს იღებთ, როცა ჯარიმას იხდიან?
დიახ, გადარიცხვის საკომისიოს. კარგი. მაგალითად, ჯარიმა არის 100 ლარი. თქვენი ხდით 101 ლარს და 50 თეთრს. შემიძლია მოგცეთ ბევრი ფული და თქვენ ჩემაგივრად თუ გადაიხდით ჯარიმას. დიახ, გვაქვს ავტომატური გადახდების მომსახურება. ამიტომ თანხის მოცემა არ გჭირდებათ. ბარათს დაამატებთ და ჩამოგეჭრებათ. რაიმე სამაგალითო კომპანია ხომ არ არსებობს სხვა ქვეყნებში, რომელიც ძალიან მოგწონთ. A role model. Right. A playbook you're copying, right? Yeah. So ზუსტად ანალოგიური აპლიკაცია არ არსებობს. ჩვენ არც გვინდა რომ მხოლოდ ჯარიმების კომპანია ვიყოთ. ჩვენ ამ გზით მძღოლების მიზიდვა გვინდა. არსებობს კომპანიები საზღვარგარეთ, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც მანქანის სერვისს თავაზობენ, მაგრამ არაფერი ანალოგიური. ჩვენი მსგავსი იქ არ არის. თუმცა რაღაც სხვა მანქანის მომსახურებაში შეიძლება იყვნენ მისაბაძი მაგალითები. მოკლედ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ფიზიკური პირების მომსახურება რთულია. ზოგჯერ რაღაც უფრო მასშტაბურში არის დიდი ფული დამალული. აი მაგალითად ავიღოთ ესპანეთი. მილიარდი დოლარის ჯარიმები. ეს ძალიან ბევრია. რამდენს უნდა სდიოს მთავრობა და რამდენი სამოღება შეუძლიათ რეალურად. მე ასე მგონია, რომ თქვენ ამაში დაოსტატდით. ანუ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ და ბევრად უკეთესი სისტემა შექმნათ მათთვის, რაც სავარაუდოდ ბევრად მეტ შემოსავალში გადაიზრდება. აი მაგალითად მილიარდი დოლარის ჯარიმები. აიღეთ იქიდან 10%. თუ თქვენ შეძლებთ მთავრობას დაეხმაროთ თანხის ამოღებაში, ისინი ამ 10%-ს სიხარულით გადაიხდიან, რადგან სავარაუდოდ ჯარიმის ვერამოღების მაჩვენებელი დიდია. ეს ბევრად დიდი ფულია. გიფიქრია თუ არა ამის გაკეთებაზე? ახლა უფიქრდები, ნეტავ კალიფორნიაშიც გქონდეს ასეთი API, მაგრამ უცებ გავაანალიზე, რომ მოდი ჩვენ ვიყოთ ეს API. რადგან იცით როგორ შექმნათ ეს? რატომ აირჩიეთ ესპანეთი? რატომ მაინც და მაინც ეგ ბაზარი? ჩვენ გვინდა ავირჩიოთ ქვეყანა, რომელიც უფრო ცენტრალიზებულია. მაგალითად, ეს სისტემა არ იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ის ძალიან დივერსიფიცირებულია. მაგალითად, მე ვცხოვრობ ბოსტონში, უფრო სწორად ბრუკლინში, და სწორედ ეს არის პრობლემა. ეს არის ორი განსხვავებული ქალაქი, ორი განსხვავებული მენეჯმენტი. მეორე ფაქტორი იყო კონკურენციის არარსებობა. მაგალითად, ყაზახეთში და რუსეთში მანქანის მომსახურებასთან დაკავშირებული ძალიან ძლიერი, სერიოზული კონკურენტი კომპანიებია. ასევე ჩვენ გარკვეული კავშირი გქონდა ამ ქვეყნებში, გულისხმობ თურქეთსა და ესპანეთს, რაც ბაზარზე შესვლის პროცესს უფრო გაგვიმარტივებდა. ესპანეთის ბაზა ხელმისაწვდომია ციფრულად ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი აპლიკაცია დააინტეგრიროთ მათ სისტემაში. დიახ, ჯარიმები ზუსტად ვიცი რომ არა. Fine to receive them in the post. ესპანეთში არის აპლიკაცია. MyDGT ჰქვია. მას აქვს ყველა ინფორმაცია მძღოლების შესახებ. აპლიკაციიდანვე შეგიძლიათ ნახოთ ჯარიმები, შეიძინოთ სახელმწიფო ნომრები და ბევრი სხვა ფუნქციებიც აქვს. კარგი. კარგი. კარგი, გმადლობთ. კარგი. კი ბატონო. გმადლობთ. ჩემი აზრით დაინტერესდა ჟური და საინტერესო საუბარი შედგა. მივიღე შენიშვნებას დაკავშირებით რომ შენი შემოსავლები რატო არ დაწერეს სლაიდებზეო, მოგრძალებული ადამიანი ვარ და ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და მგონი საინტერესო გაცვლა იყო, კარგი დაკვირვებებიც იყო იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება ეს API ინტეგრაციები თვითონ მთავრობა შეუქმნა და მე მგონი შევძელი გამეცნო ბიზნესი, რას აკეთებს, რა პერსპექტივა აქვს და როგორ მუშაობს და დაინტერესებაც სამეცნიეროდ მოყვა.